გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით გვექნება საუბარი. ჩვენი სტუმარი მინდა გაგაცნოთ პირველ რიგში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი სტუმარია ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მგელაძე. იგი დღეს ისაუბრებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ფაზისის აკადემიაში სპეციალური მოხსენება წაიკითხა ბატონმა ელგუჯა მგელაძემ. რამდენიმე სიტყვა თავად ბატონ ელგუჯა მგელაძეზე მინდა გითხრათ. იგი სპეციალობით ინჟინერ-მშენებელია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შემდეგ თანამდებობაზე საქმიანობდა დედაქალაქის თვითმმართველობის სფეროში, იყო საქართულ რაიონის საბინაოს საექსპლუატაციო ტრესტის მმართველი და ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი. თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად ბატონი ელგუჯა მგელაძე 1991-2004 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დაფუძნებულ ტელეჟურნალისტთა მოქმედ ექსპედიცია მამულში. ხოლო მოგვიანებით კი რუბრიკა საქართველო არის ესე საქმიანობაში. ტელევიზიაში მისი მუშაობის დროს ამ რედაქციების მიერ 200-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა და გადაიცა ეთერით. ცალკე აღნიშნვის ღირსია ელგუჯა მგელაძის ღვაწლი საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებაში, კერძოდ მის მიერ მომზადდა და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით მოამბეში გადაიცა 500-მდე სიუჟეტი სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამასთან განსაკუთრებით ძვირფასია მის მიერ მომზადებული ვიდეო ფილმები, რომლებიც ასახავს პატრიარქის ვიზის უცხოეთში, კერძოდ ევროპის ქვეყნებში. 2010 წელს მისი უწმინდესობის თხოვნით ბატონ ელგუჯა მგელაძემ შეაგროვა კომპაქტ დისკზე გადაწერა და კათოლიკოს პატრიარქს საშუქრად გადაცა სხვადასხვა დროს საპატრიარქოზე მის მიერ გადაღებული 40 საათიანი ვიდეო მასალა მთლიანად ამდენს შეადგენდა. ასევე 3 სპეციალური ფოტო ალბომი, რომელშიც მოთავსებული იყო 700 ფოტოსურათი. მათი დიდი უმრავლესობა მისი უწმინდესობის უცხოეთში ვიზიტებს ეხებოდა. ახლა მინდა გესაუბროთ რამდენიმე სიტყვით თქვენ მოგეხსენება ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამოდის საქართველოსში ლიტერატურის საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაზეთია, ისტორიული გაზეთი, რომლის რედაქტორი, მთავარი რედაქტორი გახლავთ ჯუბა ღებელი. ჩვენ ძალიან დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნოთ ბატონი ჯუბას როლი, რომ მან სათავე დაუდო ამ საქმეს და ძალიან დიდად მნიშვნელოვნად აგრძელებს ლიტერატურის საქართველოს ტრადიციას. ამ გაზეთში გუშინ წინ გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი პროზა, ასე ვთქვათ, ბატონი ელგუჯა მგელაძისა, სადაც დაბეჭდილია ბუმბერაზი, წიფელი და იაგორის საცივი. ორ საგაზეთო გვერდზეა დაბეჭდილი ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გაზეთს. ახლა პირველ რიგში მინდა მივესალმოთ თქვენ სტუმარს ბატონ ელგუჯა მგელაძეს, უსურვოთ ჯანმრთელობა და მխლეთყოფნა. ჯერჯერეთი დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ფაზისის აკადემიაში ძალიან დიდი მხარდამჭერი ყავს პირადად მე ბატონი ელგუჯა მგელაძე და მასთან ერთად მუშაობა ეს არის დიდად სასიხარულო. ღმერთმა მოგცლეთ მადლის სავსე ცხოვრება და გაგაძლიეროთ მთელი ოჯახი, სიკეთის სავსენი ხართ ყველანი და ყველას თქვენ ოჯახი წევრებს აქედან მოვიკითხავთ ბატონო ელგუჯამ. პირველ რიგში მინდა გვესაუბროთ და გვითხრათ. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო გია, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. სანამ ჩვენს დღევანდელ ძირითად საკითხზე გადავიდოდე, მანამდე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო დღევანდელ დღეს 9 აპრილს და მის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში. ზუსტად 37 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან და 35 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 1989 წლის 9 აპრილს იმჟამინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე
10,000-ობით ადამიანი დამოუკიდებლობას ითხოვდა. თუმცა ეს მშვიდობიანი აქცია საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა უნობლად დაარბიეს, რასაც შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე. აქედან 17 გახდათ ქალი, ხოლო 4 მამაკაცი. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე არასრულწლოვანიც ბრძანდებოდა გარდაცვლილებში. იმავე დღეს 4,000-მდე ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებებით. ისიც აღსანიშნავია, რომ 2,000-მდე ადამიანი სწორედ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში სადამსჯელო რაზმმა მოწამლა თანაც რაღაც უცხო საწამლავით. რის გამოც ძალიან ბევრი მათგანი მომავალში შემდგომში გარდაიცვალა, ხოლო ზოგი იმდენად დაავადყოფდა, რომ დღემდე ერჩნევა მისი კვალი. აქციაზე იმ დროს იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც, რომელმაც მოახლოებული საფრთხის თავიდანაცილების მიზნით მომიტინგეებს თხოვა გადასულიყვნენ ქუჩის მეორე მხარეს, შებრძანებულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიაში და იქ ელოცათ. თუმცა მომიტინგეებმა პატრიარქის თხოვნა არ შეასრულეს. ამ შემთხვევიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, კერძოდ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა როგორც ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. აი ეს ამბავი მინდოდა მეთქვა მანამდე, სანამ რა თქმა უნდა დავიწყებ და პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბარს. მოგეხსენებათ, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი სიმონიძე ღუდუშაურის შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში. ღუდუშაურების გვარი მოდის იმ დროიდან, როცა ვახტანგ გორგასალის მიერ როცა წარმოებდა ბრძოლები ეგრეთ წოდებულ ალანთა კართან, ვინც კი ვლადიკავკაზსა და ყაზბეგს შორის მოგეხსენებათ შესანიშნავი ხეობა არის და აი ზუსტად სადაც ამჟამად ლარსში განთავსებულია საქართველოსა და რუსეთს შორის აი ესე იგი გამტარი პუნქტი, აი იქამდე იქ ეკლესიაც არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა ვახტანგ გორგასლის დროინდელია და ალანთა კარი, აი ასე ქვიოდა იმ დროისათვის და ასე ქვია დღესაც. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. დავაკვირდეთ მეგობრებო, სნო ამჟამად სოფლის სახელია, მაგრამ იმ დროს ახალგაზრდა პიროვნებას ქვიოდა. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია. ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.
ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. შიოლა ღუდუშაური მე-7 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა ფლობელი ღუდუშაურთა მთელი ხეობისა, აგრეთვე 4 თუ 5 სოფლისა. ეს სოფლები იყო აჩხოტი, სოფელი სნო, ახალციხე და კანკუჩა, ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი. შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომ დარჩენილიყო მისი პირდაპირი შთამომავლობიდან, ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო და დღესაც ცხოვრობენ ეს ხალხი წარმატებით ხევში. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონის ქალბატონი იყო სამეფო სახლიდან და ამიტომ მას თავის დროზე მეფიანთ ქალს უწოდებდნენ, ესე იგი სამეფო ქალბატონი ბრძანდებითო. არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და დიდი ვაჟაფშაველას ნათესაობის შესახებ. უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მამა გიორგი ღუდუშაური დაიბადა და ცხოვრობდა სნოში, ხოლო დედა ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან გახლდათ. სიონი ეს ყველაზე დიდი სოფელი გახლავთ ამჟამად ყაზბეგის რაიონში. მათ 1927 წელს პატარა სახლი შეუძენიათ ვლადიკავკაზში და იქ გადასულან საცხოვრებლად. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობებს ვლადიკავკაზში ცხოვრებ ქართველებთან. ძალუგის, ასე ერქვა ადრე ვლადიკავკაზს. ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს 303 დღის პატარა ილია, რომელსაც მეფე ერეკლეს საპატივცემულოდ ერეკლე დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი, კათოლიკოს პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა არქიმანდრიტმა ტარასიმ კანდელაკმა მონათლა. ბავშვის ნათლია კი იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი, რომელზედაც ქვებოთ კიდე გვექნება საუბარი. არქიმანდრიტი ტარასი შემდგომში ხელდასმული იქნა წილკნის ეპისკოპოსად. იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდი მორწმუნე და საღვთომსახურების საუკეთესო ცოდნე. ნათლიას ხშირად დაყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში. სწორედ აქ სამთავროს მონასტერში შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი. ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ 3 წლის ირაკლი შიოლაშვილი. სწორედ მაშინ მოიღო ირაკლი ღუდუშაურის შიოლაშვილმა პატრიარქისგან ესე იგი ლოცვა კურთხევა. გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიური
გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია, პატარა რა თქმა უნდა. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს პატრიარქი ასე იხსენებს იმ დროს. მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს ძილის წინ მამა ჩემი დაძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვაკითხებდა. ზოგ ლოცვას ჩვენს გვაკითხებდა მაგალითად 91 ფსალმოს აუცილებლად, რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა. შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა. თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმინდანთა ქართველთა ხატის წინ მუხს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა კურთხევას ეთხოვდა. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადბი, ამჟამად ზაგორსკი რომ არის, ადრე ასე ქვიოდა მას, მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და როგორც საუკეთესო სტუდენტი პირდაპირ ავტომატურად იქნა ჩარიცხული სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე. იმ დროს წმინდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით. მაშინ ჯერ კიდე ახალგაზრდა ძალღონით სავსე წინამძღვრის ჭერმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენადო იხსენებს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი. განსაკუთრებით ჩვენ ბერად აკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა. ამასაც პატრიარქი იხსენებს. ყოველივე ამან გადაწყვიტა აკადემიის ახალგაზრდა წარჩინებულ სტუდენტს ძნელად გადასაწყვეტი საქმე. წყალებში მაქვს რა თქმა უნდა ნათქვამი, რამე თუ ამას უწოდებდნენ ბერად შედგომას. მოგეხსენებათ, ბერობა უაღრესად რთული საქმე გახლავთ. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს კათოლიკოს პატრიარქ მელქისედეკ მესამის ლოცვა კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო იმ დროისათვის შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ და მას უწოდა ილია. თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას. ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ აქ 1957 წელს ღვთის განგებითა და უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა კურთხებით მეუფე ზინობიმ ბერად აღკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი, ასე რომ ამ ტაძრისა და წმინდა ალექსანდრე ნეველის მღვდელ მოწამე გრიგოლის ლოცვა კურთხევა მუდამ მიფარავსო. ხშირად ბრძანებდა პატრიარქი. იმავე 1957 წლის 18 აპრილს
სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასმული იქნა იერო დიაკვნად, ხოლო 59 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში იერო დიაკონად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ და იგი ხელდასმული იქნა ღვთელ მონაზვნად. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს და იგატარებულ დროს. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს მეოთხე კურსზე ღვთელ მონაზვნმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა ათონის ივერიის მონასტრის ისტორია, რისთვისაც მას მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს მან დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომ დარჩენილიყო მოსკოვში და წაეკითხა, რა თქმა უნდა, ლექციები როგორც სასულიერო სემინარიაში, ასევე აკადემიაში. თუმცა ამაზე პატრიარქმა უარი განაცხადა და საქართველოში გამოემგზავრა. ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს იგი აყვანილი იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში 5 სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ საქართველოში რაღაც ხერხებითა და გზებით სასულიერო სემინარიის გახსნა მოახერხა და მას ბატონო გია დაარქვა საღვთისმეტყველო კურსები, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლებოდა. სწორედ ამ საღვთისმეტყველო ეგრეთ წოდებული კურსების პირველ დირექტორად, თან დირექტორად, იმიტომ რომ სემინარიას არ შეიძლება ან აკადემიას ყავდეს დირექტორი, უნდა ყავდეს რექტორი და ამიტომ დირექტორი დაარქვეს და დანიშნეს ჩვენი პატრიარქი. რა თქმა უნდა, იმ დროს პატრიარქი არ ბრძანდებოდა. 1963 წლის 26 აგვისტოს კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია ხილდასმული იქნა ბათუმ შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა იმავე დროს პატრიარქის ქორ ეპისკოპოსად. აჭარაში და გურიაში 7 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პატრიარქის ლოცვა კურთხევით 1967 წელს იგი ცხუმაფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს კი აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. სოხუმში ჩვენმა პატრიარქმა იმ დროს, ესე იგი მიტროპოლიტის ხარისხში 11 წელი დაჰყო. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი 1963 წლიდან 1972 წლამდე. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება. ეს ძალიან დიდი და სასიამოვნო პატივია. ხოლო 1975 წელს უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი.
იმავე წლის 9 ნოემბერს მიდა სინოდის განჩინებით პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-12 ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და მას ეწოდა ილია მეორე. მოგეხსენებათ, ილია პირველი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდა მეგობრებო 394 წლებში ესე იგი მსახურობდა ის ჩვენს ქრისტიანულ ეკლესიაში. 700 წლზე. ხო, ამდენი ხნის წინ სხვათა შორის გერმანიაში როცა ერთად გახდით პატრიარქთან ერთად იქაურმა რატომღაც იქაურმა მღვდელმთავარმა დაუსვა შეკითხვა მას რომ კი ვიცითო რომ თქვენ ილია მეორე ბრძანდებითო და ილია პირველიო თქვენ შეცვალეთო ილია პირველიო და მოიხსენება დიდი უბორის პიროვნება გახდათ ჩვენი პატრიარქი და ესე იგი ასეთნაირად უთხრა არა რაც ზანერთო ისავო და ზუსტად აუხსნა რომ 400 წელს დაამთავრა ილია პირველმა რა თქმა უნდა მოღვაწეობა. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აყვანილი. ღვთის განგებით მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდა ახალი პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს შეიძლება ითქვას ვლევლის საერთოდ არ ყავდა. თვით პატრიარქის წირვა ლოცვას 10-ოდე 15-ოდე ადამიანი ესწრებოდა და აი მოხდა საოცრება. სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებით და ახალგაზრდებით გაივსო. მოგეხსენებათ იმ დროს კომუნისტური რეჟიმი ძალიან მყარად იდგა, თავდაპირველად დააპირეს რომ ამ ხალხს არ შეუშვებთ ეზოშიო, მაგრამ ესე იგი ხალხის სიჭარბის გამო ვერაფერს გახდნენ და რა თქმა უნდა მთელი ეზო მთლიანად გაივსო. ვიდრე ცოცხლობ მუდამ ჩემთვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბრძანებს შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი. 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით სოფლიოს საპატრიარქომ მას მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და თელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ სნო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალია. მოგეხსენებათ 1988 წელს მისი უწმინდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილი იქნა ქალაქ თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც. საუკუნეთა შემდგომ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები,
სხვადასხვა საერო უნივერსიტეტები, დაარსდა საბუნებისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალი, გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები, საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო ეკონომიკური, საფინანსო სამეურნეო, სიწმინდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრეს-ცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობების აღდგენისა და შესწავლის ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერში გავიდა საპატრიარქოს რადიო ივერია, რომლის მაუწყებლობა დღესაც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, აფხაზეთშიც. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტიურ თემებზე, სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნის საჭიროებო პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ძლევაი, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი ლაზარე, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას. დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგლში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები ფარველობენ ზრუნველობას მოკლებულ მაწვილებს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველ იერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ქონიათ, მაგრამ ეს პატრიარქს მიანიჭეს ამისი უფლება და გააკეთა კიდეც პატრიარქმა ეგ საქმე. პატრიარქი ილია მეორე ასევე აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებ ქართველებთან. ილია მეორის ლოცვა კურთხევით თბილისში აშენდა შესანიშნავი წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. მისი ლოცვა კურთხევით დაიწყო სამშობლოსათვის წამებული მოღვაწეთა ცხოვრების შესწავლა და ამის საფუძველზე მათ შორის გამორჩეულთა წმინდანად შერაცხვა. მოგეხსენებათ 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიამ საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცი ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას უწოდა წმინდა ილია მართალი. 1995 წელს ილია მეორის ლოცვა კურთხევით და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებული კრების გადაწყვეტილებით წმინდანთა დასს შეემატნენ კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია, ქუთაელ გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი თავის კრებულთან ერთად, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, არქიმანდრიტი გრიგორ ფევაძე, იღუმენი
ალექსი შუშანია, მღვდელი თევდორე, წმინდა ნინოს მშობლები, ზაბულონი და სოსანა. შემდგომ პერიოდში წმინდანთა დასს კიდევ შეემატნენ ცოტნე დადიანი და არ შეიძლება რომ მორიოდე სიტყვით არ თქვა მის წმინდანად შერაცხვაში ჩემო მეგობრებო უაღრესად დიდი როლი აქვს შეტანილი ჩვენი ფაზისის აკადემიის ყოფილ პრეზიდენტს ბატონ ნუგზარ ნადარაიას რის შემდეგაც რა თქმა უნდა მან დაარწმუნა პატრიარქი რომ აუცილებლად იყო შესარაცხავი ეს ადამიანი წმინდანად და პატრიარქმა თავად ნუგზარს შვილობილი უწოდა. დიახ აგრეთვე შეემატა ჩვენს როგორც იტყვიან ზეციური საქართველოდან ჩვენს წმინდანთა დასს მელქისედეკ პირველი თეოდორე აჭარელი აბუსერიძე ტბელი კლარჯელი მამანი და დედანი ილარიონ ქართველი ახალი კათოლიკოს პატრიარქი კირიო მეორე ექვთიმე თაყაიშვილი ბეთანელი მამები იოანე და გიორგი კწამისის ომის მონაწილენი ფილიმონ ქორიძე გალობელი იღუმენი ექვთიმე აღსარებელი და ძმები კარბელაშვილები 2007 წელს წმინდანად შეირაცხა მე-19 საუკუნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც ეწოდა სამშობლოსათვის თავდადებული, ხოლო 2012 წელს წმინდანად შეირაცხა ბერი გაბრიელი და მას ეწოდა წმინდა გაბრიელი აღსარებელი სალოსი. 2016 წელს კერძოდ 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე რამდენი პირის კანონიზაცია მოხდა. ესენი არიან მონაზონი ნინო, ამილახვარი, იღუმენი ნინო, ცხენიღუმენია თამარი, იმერეთის მეფე სოლომონ პირველი, საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე. ილია მეორეს გადაწყვეტილებით საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მან ჯერ კიდევ 2007 წელს წამოაყენა წინადადება რომ მე გავხდებიო ყველა მართლმადიდებელ ოჯახში დაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლიაო და მე ჯერავსო რომ ეს სასურველ შედეგს გამოიღებსო და მართლაც გამოიღო კიდეც რამე თუ დღეისათვის მის უწმინდესობას უკვე 50,000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. 50,000 ეხლა ეს შედარებისთვის შეიძლება 3-4 რაიონი ამჟამად ესე იგი მთლიანად წარმოადგენდეს მოსახლეობა 50,000 ადამიანს. ზოგი რაიონი იმდენად პატარა არის ჩვენთან. ილია მეორე აღსარყრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობდა საერთაშორისო ურთიერთობებს და სახელმწიფოთა პირველ პირებთან შეხვედრებსა და რა თქმა უნდა მათთან ქართული საქმეების მოგვარებას. მაგალითად 1991 წელს იგი თბილისში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს იმ დროისათვის ასე იყო ბატონ რიჩარდ ნიქსონს. 1993 წელს თბილისში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელჩინს.
95 წელს შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს ილიესკუს. 95 წელს საპატრიარქოში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას. 96 წელს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს რომან ჰერცოგს. სხვათა შორის როცა მე მას გერმანიაში ვახდი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სწორედ მაშინ დაიგეგმა ეს ვიზიტი და როგორც იტყვია ძლივ ჩამოვასწარეთ. ჩამოსვლიდან ერთ კვირაში, როცა დაბრუნდა დელეგაცია ჩვენი თბილისში, რომან ჰერცოგიც, როგორც იტყვია, საპატრიარქოში გამოჩნდა. 2000 წელს იგი იერუსალიმში შეხვდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარეს იასირ არაფატს. 2001 წელს თეირანში შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მუჰამედ ჰათამს. 2005 წელს მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმერ პუტინს. 2006 წელს საპატრიარქოში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტს ისევ იუშენკოს. 2008 წელს შეხვდა დიმიტრი მედვედევს. მომავალ წელს იგი კვლავ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ილია მეორე რამდენჯერმე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმ დროისათვის მაშინ ჰეიდარ ალიევს, ხოლო იმის შემდგომ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ უკვე 22 წელია ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს აზერბაიჯანს და უკვე სათვალავიც აღარ ქონდა იმდენჯერ შეხვდა ბატონ ილჰამს თბილისშიც და იქაც ბაქოშიც. 2017 წლის 23 ნოემბერს თბილისში ხარშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამღვთო ლიტურგია აღავლინა, მაგრამ მის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრებისთან შეუთანხმებლად, რა თქმა უნდა, თავისივე სურვილით გამოაცხადა მისივე ხელით დაწერილი და მისივე პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც ამჟამადაც განაგრძობს ჯერჯერობით იგივე თანამდებობაზე მუშაობას. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს მოპოვებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, როგორც ცნობილია, 1811 წელს სრულიად უკანონოდ გააუქმა რუსეთის იმპერიამ. 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო ავტოკეფალიისათვის ბრძოლის პროცესი, რაც 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით და პირველ საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად კირილ მეორის არჩევით დაგვირგვინდა. მაგრამ აქ მოხდა კიდე გაურკვევლობა ასეთი, რომ რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალია არ აღიარა, რის გამოც ფაქტიურად სოფლიოს თორემ არ აღიარა რუსეთმა და არ აღიარა კონსტანტინოპოლის ეკლესიამ. ამდენად სხვა ეკლესიებისგან ჰქონდა თანხმობა მიღებული, მაგრამ ეს არ იყო მაინც სრული. ამიტომ როცა 77 წელს ჩვენი პატრიარქის აღსაყრება მოხდა, მან თავიდანვე დაისახა მიზნად, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ყოველ მიზეზს გარეშე ეს საკითხი უნდა დამთავრებულიყო და მან
იმდენი იშრომა და იმდენი იღვაწა ამ საკითხის მოსაგვარებლად, რომ ჯერ იყო და რუსეთის ეკლესია დაეთანხმა, მერე კიდევ კონსტანტინოპოლის ეკლესია და ამდენად 1990 წელს ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა. და აი სწორედ იმ დღიდან ეწოდება ყველა წერილში და ყველა საბუთში ჩვენს პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აი ტიტულიც კი, რა თქმა უნდა, განისაზღვრა ასე. და ეს, რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის ყოვლადწმინდესი დიმიტრიოსის. ეს დიმიტრიოსი გახდათ, მეგობრებო, იმ დროისათვის კონსტანტინოპოლის ესე იგი პატრიარქი, იგივე მსოფლიოს პატრიარქი. ახლა რომ ბართლომეოსია, ადრე იყო ეს დიმიტრიოსი და თავად დიმიტრიოსმა თავადვე გადასცა ჩვენს უწმინდესობას აი ეს სიგელი, სადაც უკვე ჩვენი პატრიარქი მოხსენებული იყო სრული, რა თქმა უნდა, ტიტულით. ტიტულით. ამის რასაც იტყვით, რომ მეხუთე ქონდა ჩვენ რიგი და არ დაგვიბრუნდა ეს მეხუთე. არა, კვლავ არ დაგვიბრუნდა, ისე რუსეთია ჩვენზე ერთი წინ. ხო, ეხლა პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში კონფლიქტის ზონიდან თავისივე ინიციატივით 4 დაჭრილი გამოიყვანა და 6 გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა. ილია მეორის შესახებ აუცილებელი აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. დღეისათვის იგი უამრავი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. 2015 წლის 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო გალა კონცერტი, რომელზედაც მთლიანად კათოლიკოს პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდა. ილია მეორე 20-მდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვადასხვა დროს პატრიარქი ილია მეორე იყო გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. მისი აღსარდლების მეორე წლიდანვე, კერძოდ 1978 წლიდან 1993 წლამდე მისი უწმინდესობა გახდათ მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, მაგათი შტაბ-ბინა შვეიცარიაშია, მე ერთ-ერთი ესე მასთან ერთად ვიზიტის დროს გახდით და ესე იგი იცით როგორია, ერთი კედელი მთლიანად უკავია ყოფილ პრეზიდენტებს და რა თქმა უნდა იქვე წარმოჩენილია ჩვენი უწმინდესი და უმეტარესი, რამე თუ მართალია ერთი მოწვევით იყო აი ამ 5 წელი. ეხლა იგი აგრეთვე ბრძანდებოდა კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. მოგეხსენებათ, ჩვენ ფაზისის აკადემიის წევრები ვართ, მე და ბატონი გია და სიამაყით ვაცხადებთ, რომ ილია მეორე იყო ფაზისის აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. სხვათა შორის ბატონ მუგზარ ნადარაიას საბუთში ხელი ჰქონდა მის უწმინდესობას მოწერილი, რომ ბატონი მუგზარ ნადარაია იყო ამ აკადემიის პრეზიდენტი და ვის უნდა მოეწერა ხელი ან რომელიმე ვიცე-პრეზიდენტს, ან რა თქმა უნდა საპატიო პრეზიდენტს და თავად პატრიარქმა მოაწერა ხელი. ეხლა უნდა მოგახსენოთ მისი უწმინდესობის
ის ჯილდოები, რაც მას ჰქონდა მიღებული. ესე იგი, მთელი ქრისტიანული, აი ცოტა შორს აგვიყვანს და მთელი ქრისტიანული სამყაროდან აბსოლუტურად ყველა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო ჰქონდა მიღებული, მაგრამ მე მინდა განსაკუთრებულად და გამოვყო ორი ასეთი ესე იგი ორდენი. კერძოდ მას საქართველოს სახელმწიფოსაგან მიღებული ჰქონდა დავით აღმაშენებლის ორდენი, ხოლო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისაგან უფლის კვართის ორდენი. როგორც პირველი, ისე მეორე ორდენი მხოლოდ ერთადერთ პიროვნებას აქვს მიღებული საერთოდ და ეს მხოლოდ ისტორიაში და ეს საერთოდ ისტორიაში არის მხოლოდ მისი უწმინდესობა. ეხლა რა თქმა უნდა სალაპარაკო პატრიარქზე 1 საათით კი არა, 1 დღით და ან 1 თვით შეიძლება 1 წელი რომ ისაუბროს ადამიანმა, რა თქმა უნდა ვერ ამოწურავს იმ სიკეთეებსა და იმ ქველმოქმედებასა და იმ სიკეთით გაკეთებულ საქმეებს, რაც მას უკეთებია, მაგრამ ალბათ ჩვენი საეთერო დრო ჯერჯერობით ამის საშუალებას არ მოგცემს. თუმცა აქვე სამწუხაროდ უნდა განვაცხადო, რომ პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა 2026 წლის 17 მარტს. მისი სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებსაც არნახულად სხვა ხალხი დაესწრო, გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. იგი მისი სურვილისამებრ დაკრძალული იქნა სიონის საკათედრო ტაძარში. ძირითადად აი ეს მინდოდა ბატონო გია ჩვენი მაყურებელისათვის რომ გამეცნო, თორე აგერ კიდევ მაქვს ერთი 4 გვერდიანი მოსედება, რასაც რა თქმა უნდა დღეს ვეღარ მოვახერხებთ ხოლმე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბატონმა ელგუჯამ გელაძემ ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე გვიამბობ პატრიარქის მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ მოგვეცემა საშუალება ბატონ ელგუჯა კიდევ აზიის აკადემიის კვლევები ასეთ გადაცემაში თქვენ შემდეგი ეს მასალაც წარმოადგინოთ და მოვახსენოთ საზოგადოებას, იმიტომ რომ ბევრი რამ შესახსენებელია საზოგადოებისთვის. ბატონ ელგუჯა, სიკეთე ადამიანს ავიწყდება, ხოლო ერთი დაუშვათ უყურადღებობა სამუდამოდ ახსოვს. ამიტომ ჩვენ ჯერ მადლიერება უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა, საერთოდ უნდა დავაფასოთ იმ ადამიანების ღვაწლი, განსაკუთრებით პატრიარქ ილია მეორისა. შეიძლება ბევრ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდა მის სულაბთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგი ის არის, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკეფალია აღდგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეხსენება ზოგადად ვიცით, რომ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს წელს 1700 წელს საქართველოს ოფიციალურად გაქრისტიანების თარიღს, ანუ სახელმწიფოებრივად რომ მივიღეთ. საერთოდ საქართველოს დაახლოებით 1900 წლის მაინც არის ქრისტიანულია, უფრო მეტი შეიძლება ვთქვათ, ფაზის აკადემიის დამფუძნებლის მამა პალმოსი გახდა ეპისკოპოსი ჩვენ მიერ მოძიებული მასალების მიხედვით და კვლევების თანახმად 65 წელს ახალწეთ აღრიცხვით. მან ხელდასმა მიიღო ანდრია პირველ წოდებულისგან. და ესეთი ისტორიის მქონე ერია ჩვენი ქვეყანა და მინდა გითხრათ ბატონო ელგუჯა, დიდი მადლობა იმისთვის, რაც თქვენ დღეს წარმოგვიდგინეთ მასალა. ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი ვერ კითხულობს იმ საგაზეთო პუბლიკაციას ან წიგნებს, არ აქვს შესაძლებლობა დრო, ზოგი უცხოეთში არის განსაკუთრებით ამ გადაცემებს უყურებენ უცხოეთში წასული ქართველები და მათთვის დიდი შვება ამ მასალის წარმოდგენა.
მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენი საქმიანობისთვის და გისურვებ წარმატებას. რამეს ხარ დამატებდით ბატონო ელგუჯა? თუ სურვილი გაქვს? არა, სასურველია რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ კარგად გაითავისოს თუ რაოდენ დიდი საქმიანობა გასწია არა მარტო დედა ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ჩვენმა პატრიარქმა და ამას ახლა ჩემი ასაკის ადამიანებმა ეს მეტნაკლებად იცის, მაგრამ ახალგაზრდა თაობამ რაღაცნაირად თუ არ შეისწავლა ეგ საკითხი და არ დაინტერესდა მის მიერ გაკეთებული საქმიანობით არ შეიძლება არა და ძალიან ღრმადან წამს ეხლა მე ის ამბავი რომ ჩვენს ზეციურ საქართველოს რა თქმა უნდა ძალიან მალე მოევლინება კიდევ ერთი ლოცველი წმინდანი და ეს იქნება რა თქმა უნდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. აი ეს მინდოდა რომ დამემატებია ბატონო გია. იცოცხლეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შემდეგ კვირას გავაგზავნებთ ფაზის აკადემიის კვლევები, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე თავად გია კვაშლო, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. კარგად ბრძანდებოდეთ. ბედნიერ დღეებს გისურვებთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. იცოცხლეთ, ნახვამდის